ეს ზღაპარი, რა თქმა უნდა, არის გაკეთებული ძალიან რეალისტურად. ანუ გარემო და ეს ანტურაჟი რომანში არის ძალიან რეალისტური. თუმცა ეხა იქ არის რაღაცა დიალოგები, რომელიც მე ყურს მჭრის პირადად. მაგრამ, როდესაც ამას ხვდები, როდესაც ამას კითხულობს დაუშვათ გამოუცდელი მკითხველი, რომელიც მიყვება ამბავს, მისთვის ეს პირიქით სასიამოვნოც კი არის, იმიტომ რომ ხანდახან პერსონაჟები, არ ვიცი მე თქვენ ახლა როგორ ფიქრობთ, მაინტერესებს თქვენი აზრი. ძალიან დახვეწილად ლაპარაკობენ გოჩა მანუელიცის პერსონაჟები. რაც არ უნდა საოცრება იყოს, ანუ ავტორი არ აკეთებს ბოლომდე აი ამ ნატურალიზმში არ გადადის ბოლომდე. იქ რაღაცა ისეთი ფრაზებია, ზოგი არის რუსული ფრაზების კალკი, ზოგი ისეთი რაღაცა, ანუ აი ზუსტად როდესაც თქვი მე რომ აი ნათლი მამა, ხო? ეთყობა თარგმანში აქვს ეს ყველაფერი ნანახი, ან წაკითხული, ან ორივე ერთად და აი აქ შემოდის ამ აბსოლუტურად საბჭოთა და გარემოში შემოდის აი ესეთ ამერიკული იტალიური მაფიოზების ფილოსოფიური ტონალობა. თუმცა ეს შეიძლება ისედაც აღვიქვათ, რომ თვითონ აი ეს უკვე ეს პერსონაჟები, რომლებიც გაზრდილები არიან ამ კულტურაზე, რაღაც ქვეცნობიერად ბაძავენ კიდევაც კინოს გმირებს. ახლა ამას არ ვამბობ მე შემთხვევით, იმიტომ რომ მე ხა მაინტერესებს ამ რომანში კინოს გავლენა, უბრალოდ პერსონაჟების ფსიქოლოგიაში რამხელა კინოს გავლენა, იმიტომ რომ საინტერესო ის არის, რომ ეს რომანი ჩვენ არ მოგვითხრობს ანუ ამ ქურდულ ტრადიციასა და სუბკულტურასაც აქვს თავისი ისტორია. მნიშვნელოვანია ეს. ანუ ერთია სტალინის დროინდელი ქურდები, მეორეა 60-იანი წლების ქურდები, მესამეა 70-იანი წლების ქურდები, მაგრამ ჩვენ უკვე აქეთ ვართ. ანუ სხვა გარემოში ვართ. დაუშვათ ეს რო იყოს დაწერილი 40-იან, 50-იანი წლების ქურდებზე, ხო? ნუ იქ უკვე შეიძლება გულაგ არქიპელაგისნაირი რომანიც კი გამოგვივიდეს. ეს საინტერესო იდეაა, სხვათა შორის ჩავინიშნო, შეიძლება ადამიანმა დაწეროს კიდეც გულაგ არქიპელაგი, როგორც ქურდების აი ამ სუბკულტურის მხრივ. როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი. მაგრამ ამას დიდი კვლევა და შესწავლა უნდა. ანუ ეს თვითონ ეს დაუშვათ რა დავარქვათ, ეს იერარქიაც იცვლება. აქ არ იცვლება დაუშვათ ის, რომ იერარქიის სათავეში არის ეს უპირობო ლიდერი, ავტორიტეტი, მაგრამ სისტემურად ცხოვრება იცვლება და ამ ცხოვრებაში შემოდის ცვლილებები, დაუშვათ რაღაცა დეტალები, რაღაც სიყვარული, ასე შემდეგ. მე ხა ძალიან მეეჭვება შენ, რომ ადამიანმა დაწერო 50-იანი წლების ქურდებზე და იქ რაღაც სიყვარულის თემა ან რაღაცა იყოს. ნუ შეიძლება რომანია, რა თქმა უნდა, ყველაფერი დაწერო და ყველაფერი გააკეთო, მაგრამ თვითონ კანონიკა ძალიან შეიცვალა. აქედან გამომდინარე, აი მე აქ უკვე მაინტერესებს, რომ ეს რიტორიკული შეკითხვა დაუშვათ ამ პერსონაჟებისთვის და ამ თაობის აი ამ სუბკულტურაში მოღვაწე ადამიანებისთვის. ვინ უფრო დიდი ავტორიტეტია? ვიღაც რეალურად არსებული ოდინდელი 50-იანი წლების ავტორიტეტი, ვისაც ქსმენია ვის ისტორიებიც იცი და ასე შემდეგ, თუ ფიქცია, ანუ ხელოვნება, ლიტერატურა. და ზუსტად მე დიალოგებით ვამჩნევ, რომ ის ძველი კავშირი ძველ სამყაროსთან დაუშვათ დაკარგულია და აქ უფრო მეტია უკვე ეს რაღაცა მაფიოზური მეტყველების, მაფიოზური სტილის გავლენა. ოღონდ ეს არ ხდებოდა მხოლოდ ამ სუბკულტურაში. ერთი ორი თაობა ჩვენთან გაიზარდა ფილმებზე. ანუ სამი თაობა. თავისუფლად იყოფა სამ თაობად. არის თაობა, მამაჩემის თაობა იყო, რომელიც გაიზარდა შესანიშნავ შვიდეულზე. არის შემდეგი თაობა, რომელიც გაიზარდა ნათლი მამაზე და არის ჩემი თაობა, რომელიც გაიზარდა ნაიარებს სახეზე. და არის თაობა, რომელიც გაიზარდა მატრიცაზე. ეგენი სხვა თაობაა. და მაგათ სხვანაირად მიაჩნიათ. თუმცა, ეხლა აი ეს ტყუილად არ ვთვლი, ანუ ყოველთვის იყო
აი ამ სუბკულტურასთან ჩვენი დამოკიდებულება რაღაც მნიშვნელოვანი. ყოველთვის გამოსავალს იქეძებდი. შესანიშნავში როლში ნათლი მამაში ნაიარევ სახეში. ანუ იქ იყო 7 კაცი, აქ იყო მაფია და ბოსი და იქ ჩემი თაობის უკვე ამ ნაიარევ სახეში იყო ერთი ტიპი, რომელიც ქმნის და აი ბოლომდე ინარჩუნებს, მაგრამ პრინციპი არის ერთი და იგივე. და ყველაფერი ეს გვამცნობს ჩვენ ერთი და იგივე, ესო ჩვენ გვაკლია და განვიცდით მაგარ დეფიციტს სამართლიანობის. ანუ ჩვენი გაგებით სამართალი არ არის დედამიწაზე. ყოველ შემთხვევაში დედამიწის იმ ნაწილზე, სადაც ჩვენ ცხოვრობთ. ამიტომ ჩვენ ვიწყებთ ზუსტად ასეთი გმირის ძიებას ცხოვრებაში. და როგორც წესი ხოლმე, ესეთი გმირი აღმოჩნდება კანონგარეშე. ანუ ესეთი გმირი არ შეიძლება იყოს კანონში და რაღაცა ინსტიტუციაში. ესეთი გმირი არის ყოველთვის კანონგარეშე. ანუ რაღაცა გარიყული. იმიტომ რომ მისი პრინციპები არ ემთხვევა საზოგადოებრივ პრინციპებს და გარიგებებს, მაგრამ პიროვნულად იმდენად ძლიერია, რომ ესე პირდაპირ წინააღმდეგობას ერთ-ერთზე ვერ უწევს. ამ ხრივ ეს ძალიან საინტერესო ტექსტია. ანუ იმის თქვა მინდა მე რომ გოჩა მანუელიძის აი ამ რომანს რაღაცა ჰუჰუს რომ ვიღაცები აყრიან ამ წიგნს. სიამოვნებაში ეს წიგნი წაკითხული არ აქვს და მე ეს წიგნი წავიკითხე არა მხოლოდ როგორც ბესტსელერი, არამედ ბოლო წიგნი საქართველოში, რომელიც დაიწერა სახალხო გმირზე. ანუ მე ესე უყურებ, რომ ეს ადამიანი არის სახალხო გმირი. ეხლა ვიღაცა იტყვის, რომ ნუ აი ეს არსენად სახალხო გმირია და დასაცუთაშხიაც და ისიც ესეც და ეს კაციც სახალხო გმირია, ეს გეგეშიძე? კი, იმიტომ რომ შეიცვალა, როგორც ის შეიცვალა სტრუქტურულად რაღაცეები, შეიცვალა და დღეს ესეთი გმირი გყავს. ანუ ისეთი გმირი გყავს, რომელსაც შეიძლება რომ სადღაც ბევრია გაკეთებული და შემდეგ კარგათაც იცხოვროს და სულ ტყეში არ იყოს, ასე ვთქვათ რა და ტყიდანაც გამოვიდეს. დღეს ესეთი გმირი გყავს, იმიტომ რომ ზუსტად ეს ტყიდან გამოსული, რომელიც არ კარგავს. ტყიდან გულისხმობ აი ეს აბრაგობიდან, უკანონობიდან სადღაც გამოსვლას და ასე შემდეგ, აი ეს თავის ისტორიას რო არ ივიწყებს. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი გმირია არა იმდენად ლიტერატურისთვის, არამედ ჩვენ ვცდილობთ ხოლმე რომ გავიგოთ რა ხდება. საერთოდ ადამიანებში რა ხდება, რატო აინტერესებთ, ანუ მარტო ინფორმაციულად აინტერესებთ? არა. აქ ანუ მე ეს გმირი რო იყოს დაუშვათ, არა ასეთი და ტექსტი რო იყოს აბსოლუტურად იგივე ინფორმაციის მატარებელი, რაც არის, ეს წიგნი არ წაიკითხავთ. იმიტომ რომ თავარი არის გულშემატკივრობა. შენ ამ ადამიანში ხედავ შენ მცველს. როგორც თავის დროზე ხედავდი არსენა ოძელაშვილს მცველს, როგორც ვიღაცები მე ხედავდი დათაცუთაშხიაში მცველს, ვინ ყავს ჩვენ ეგეთი გმირი კიდევ? და ინგლისელებს ყავთ რობინ ჰუდი დაუშვათ, ხო, რომ დღემდე რა ვიცი, ყოველ დღემდე ახსოვთ რაღაც. ანუ და ესეთი ბოლოს ყავს, აი დღეს ამის შემდეგ ეს არის უკანასკნელი სახალხო გმირი. ანუ გოჩა მანუელიძემ რისი ამის თქმა მინდა მე, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება საუნივერსიტეტო, აკადემიური და ასე ვთქვათ, ესეთი ჩვენ და პრუსტი და ესეთი ხალხი ამ წიგნს არ აღიარებს და რა თქმა უნდა, ეხლა გოჩა მანუელიძე არ არის ბროხი და არც ოთარ ჭილაძე, ასე ვთქვათ, მაგრამ მე პირადად არ მაქვს ასეთი დამოკიდებულება ამ ტექსტისადმი, იმიტომ რომ ეს ტექსტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის კულტურულად. იმიტომ რომ გოჩა მანუელიძემ შექმნა ჯერჯერობით და ამ ეტაპზე უკანასკნელი სახალხო გმირი ლიტერატურაში. აი ამის თქმა მინდოდა და ეხლა თქვენ თუ წამომაშველებთ რაღაც შეკითხვებს, მე გავაგრძელებთ, ანუ თქვენ რა გაინტერესებთ კონკრეტულად. მე მაინტერესებდა ეს წიგნი, აი ეს ძალიან სხვათა შორის მეც გვიან მივხვდი. უნდა ვაღიარო, რომ ეს არის ამ ხრივ ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი. არა ესთეტიკურად, არა დაუშვათ როგორც რაღაც მხატვრული ტილო და ისეთი მოვლენა, მნიშვნელოვანი ეპიკური საგა, თუმცა შეიცავს ყველაფერი ამის ელემენტებს, მოცულობითაც და თხრობითაც, ძალიან ტრადიციული თხრობაა, ასე ვთქვათ. მე მგონი ეს ამ ადამიანს გარდა იმისა, რომ რაღაცა გამოცდილება ქონდა, ჟურნალისტიკაშიც უნდა ქონოდა გამოცდილება. მე არ ვიცი.
წერაზე ეტყობა, რომ ჟურნალისტიკის კაშიც უნდა ქონოდა ხო, გამომძებელი ხო ბევრ წერს საერთოდ. ამიტომ. ეხლა თქვენ თუ მეტყვით რაღაცას, თქვენ რა გაინტერესებთ ამ წიგნში? მე გავაგრძელებ ამაზე ლაპარაკს რა. აი შემდეგ შეიძლება ხაზი დაიჭირე ეგრეა. თალსახად ეს არის არსენა მარადოელი გადაწყვეტილია. ხო. შემდეგი როგორი იქნება? იცი როგორი ამბავია, შემდეგი გმირი, მე ვიცი, მე არ ვიცი როგორი იქნება შემდეგი გმირი, მაგრამ შემდეგ გმირს ვინ შექმნის, ის შექმნის ბესტსელერს. ჩვენ იმიტომ რომ ჩვენ ახლა ბოლო 15 წელია ვართ, რომ ეს რაღაცა დაუშვათ ეს პატრიარქალური გმირობა დამთავრდეს და ქალი გმირი წამოიწიოს ლიტერატურაში ძალიან აქტუალურია. რამდენიმე წიგნმა ჩვენ თამთამელაშვილის წიგნით განვიხილეთ რომ რაღაცა, მაგრამ რამდენად სახალხო გმირია. შეიძლება თამთამელაშვილის წიგნის მთავარი პერსონაჟი ეთერო არის სახალხო სახე რაღაცა კრებით, მაგრამ გმირი აი ზუსტად აქ ჩანს. რამდენად პატრიარქალურია საზოგადოება. გმირი შეიძლება ბავშვი იყოს. აბსოლუტურად არ ვიცი მე. მაგრამ ვინც შექმნის ამ გმირს, სახალხო გმირს, ის გახდება ძალიან დიდი ბესტსელერი, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო გმირი ესეთი შექმნა გოშა მანუელიც. და ამ ხრივ ყველაზე სახალხო მწერალია. მაგის თქმა მინდა მე. ისეს პატშოს ერთმა ადამიანმა მითხრა, მაგრამ ხეროში ცხოვრობს. ძალიან საინტერესო წიგნია რაღაც ციხეშიც პოპულარულია. რა თქმა უნდა. სიმართლე ვერ იქნება, იმიტომ რომ ზღაპარია. ჩვენ ხო შევთანხმდით, რომ ყველა კარგი წიგნი არის ზღაპარი. სიმართლე შენ რო დაწერო როგორც არის. სიმართლე როგორ არის? სიმართლე თვითონ ხატრული ლიტერატურა სიმართლის თქმის საშუალებას არ გაძლევს. ეს ჯერ კიდევ მოპასანმა თქვა, რომ თითოეული დღე რო აღნიშნო ადამიანმა შენი ცხოვრების, რომ ჩაიწერო. ვერ დაამთავრებ ეს. გამოდის რაღაცა, რამდენი ტომი გამოგივა. ხა რომ მარტო თითო დღე ჩაწერო. მივედი იქ, მოვედი აქ, რაც არის სიმართლე. ანუ რეალობა, ფიზიკური რეალობა. მაგრამ ფიზიკური ერთია რომ ეს არ არის, დაუშვათ შეიძლება ციხის ყოველდღიური ცხოვრება და ვერ იქნება, ან დაუშვათ ამ სუბკულტურაში ყოველდღიური ცხოვრება ვერ იქნება, მაგრამ ლოგიკა ხო არის სწორედ დაჭერილი. ლოგიკა. შეიძლება არის, შეიძლება არის. აი ეს ლოგიკა, როგორც ვინც ამ სამყაროში არ არის, როგორც მას წარმოუდგენია. მე სპეციალურად ვთქვი, ხო, ნაცლი მამა, არავინ ეგეთი კაი მაგარი და კაი ტიპები არ ყოფილანი. ხო, ანუ ეხლა რო ავიღოთ ჩვეულებრივი ის დიდი დეპრესიის პერიოდი, ვინ ჩვეულებრივი მკვლელები იყვნენ, ხა ვინ იყო ალ კაპონე და ლუჩია, ხო? ნაცლი მამაშიც ხო იდეალიზირებული არ არის. იდეალიზირებული არ არის, მაგრამ არც ის ხდება. ანუ არა რატო ის დიდი მთავარი ის არის. და მე მოდის ეს დეგრადაცია, ბუდენბროკები ვით არის რა დეგრადაცია. ეგ იმიტომ არის, რომ რეალურად ამერიკულმა მაფიამ ეგ გზა ირჩია, მაგრამ რომ მე ჩრდილში ვარ, უკვე ბიზნესმენად გადავიდე. ხო, რა თქმა უნდა. არ მჭირდება რაღაცების მოკლა და გავთეთრდი, ანუ ამას ქვია რა. აი მაგალითად სავიანოს წიგნი რო არის ეს გომორა. მაფიაზე ხო არის ეს? კი ბატონო. ეხლა ეგ არის როგორც ჩვენთვის მგლები იგივე. ხო. გომორა ასევე ძალიან საინტერესო წიგნია სხვადასხვა. მე არ მაქვს საკითხული, თავს ვერ დავდებ. გლებისგან იქ მთელი სიბინძური რაც არის აი. ანუ ეს დოკუმენტალური წიგნია? დოკუმენტური წიგნია, ანუ დოკუმენტური არ არის. ხატრული რომანი. მაგრამ იქ მაგალითად ხო მთელი სიბინძური აი მაგალითად ჩანს ფილმებიდან რომ ერთი მაფიოზი მეორე დედას მოუკლავს. და მე ფულის გამო ლაგდებიან. საერთო ინტერესი უფრო მაღალი ჩდება ფული და ჯერ ერთელი შულის ძიების რაღაც ამბავია და მე ამისგან ხო, ეხლა იცი რა არის, ეხლა ჩვენ მივდივართ უკვე იმაში, განსხვავებაში, ბან. ეს ხო, ანუ ქურდული ეს სუბკულტურა ხო სხვა არის, მან ხო ფული არ უნდა იყოს წესით მნიშვნელოვანი. არა, ეს ეხლა უკვე სხვა არის და ამიტომ არის, რომ ანუ ეს ეპოქაც სწორედ არის დაჭერილი. ეს ეხლა შენო დაწერო, არ ვიცი, აი მაგ სუბკულტურაზე რომ დაწერო 2025 წელს რა ხდება, ხო? ნუ არ ვიცი.
ვინმესთვის იქნება ეს საინტერესო. ალბათ არა, მე ზუსტად მაგას ვამბობ, რომ ეს გმირი მაგ სუბკულტურაში აღარ არის. ანუ ეს რაღაცა სამართლიანი აბრაგი, სამართლიანი ყაჩაღი, სამართლიანი ქურდი. ხო, მან აღარ ეძებს ადამიანი. უბრალოდ ეს ბოლო მაგიტომ შექმნა. რომ შენი შეკითხვა, რომ რაც იყო, რომ როგორი უნდა იყოს ახალი გმირი, ერთადერთი რაც შემინდა ვთქვა, რომ ეს ახალი გმირი მაგ სუბკულტურაში ვეღარ დაიბადება. სად დაიბადება აქტივიზმში, არ ვიცი. ანუ სად ანუ გმირს ქმნის სუბკულტურა, ხო ეგრე? ან ქმედება გარკვეული, მაგრამ ეგ არის ინდივიდუალური გმირი. სამივე გმირი ვინც არის, ხო. სამივე გმირი არის ეგრე ლიტერატურული ტიპაჟი არსებობს ესეთი დაკარგული სული. რა თქმა უნდა. ხო, ინდივიდი, ანუ ქართული ეგზისტენციალიზმია რა, რაღაცა სამივე მაგხას აკმაყოფილებს. ხო, ეგ არის ჩვენი. შეეძლო ყოფილობითაც სხვა, ის იქნებოდა დიდი მეჯოგე და ბიზნესმენი ამბავი, ის კი ბატონო. რაღაცა სხვა ტიპი, ეს იქნებოდა კარგი მუსიკოსი თუ რაღაცა არის, ხო? ხო. მაგრამ უსამართლობა აიძულებს რომ თავცხოვრების თავად პრინციპად სამართლიანობის ძიება აქციოს. ანუ მან ხო ის არის რომ მიუხედავად იმისა რომ ძლავრი ინდივიდუალური მონაცემები აქვს და ნებისმიერ სისტემას ჭირდება ეგეთი ტიპი, ხო? იმიტომ რომ შემსრულებელია, სამართლიანია, ერთგულია, ბევრი კაი თვისება აქვს რა. ფული არ უყვარს ისე რომ თვალები უბნელდებოდეს, ანუ კარგი ის არის. კარგი რუხი კარდინალია, მოდი ესე ვთქვათ, ხო? როგორც რაღაცა. დრამატურგიული თვალსაზრისით ეგ ტექსტი არის ჩემი აზრით იდეალურად დაწერილი. ეს გლებ. მე ზუსტად მაგას ვამბობ, რომ თავის ჟანრში, რა ჟანრშიც ეს არის დაწერილი, ეს არ უნდა კითხო შენ როგორც ქართული რომანი. ეს არის პოსტსაბჭოთა საბჭოთა კრიმინალური რომანი რა, პოსტსაბჭოეთის დროში პერიოდში დაწერილი და ამიტომ ვამბობ, რომ ეგეთი რომანი შეიძლება შენ იპოვო, ანუ ეგ გზასქემაა, რომ საინტერესოა, ეგ რო იქაროს, ძალიან მაგრად გაიგებოდა სხვაგანაც. მე მგონია, რომ კი გახდება ეგ საინტერესო, იმიტომ რომ ყველა დარწმუნებული ვარ, რომ ამ კულტურებს ეგეთი წიგნი მოიპოვება, ეგეთი ავტორი ყავთ, რომელიც წერს აზერბაიჯანშიც, სომხეთშიც, უზბეკეთშიც, ანუ ეს არის რაღაცა სქემა, რომელიც მოგცა საბჭოთა კავშირმა, სუბკულტურა, რომელიც მოგცა საბჭოთა კავშირმა და რომელსაც გინდა თუ არ გინდა, რაც იყო საბჭოთა კავშირი, ხო? დარჩა ეთნიკური კულტურები. რომელიც ვერ მოხდა ამ კულტურების ასიმილაცია და ფინანსური კრიზისთან ერთად კულტურულადაც დაინგრა საბჭოთა კავშირი, იმიტომ რომ ვერ შედგა ეს საბჭოთა ადამიანი რა. მაინც ის იყო, კი ეკონომიურად ჩააბეს, ერთმანეთში გადააბეს და უშუალოდ რომ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში იწარმოებოდა რაღაც, ეს მეტალი მოდიოდა ციმბირიდან, რაღაც ეკონომიკურად დააბეს ეს ხალხები ერთმანეთთან, მაგრამ ვერ გამოვიდა, იმიტომ რომ ვერ მოხდა კულტურული ასიმილაცია. ანუ ვერ შეიქმნა ეს საბჭოთა კულტურული ტიპი. მაგრამ რომ ვერ შეიქმნა, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ არაფერი არ გაკეთდა ამაში. რა თქმა უნდა, ბევრი რამე გაკეთდა. ანუ ის რომ რაღაცა ეს არის სქემა, რომელშიც ანუ გააქვს ფურცლები და უნდა შეავსო. თან ყველაზე უცნაური იქნება ის, რომ ეს საკითხი რომ ვინმე გამოიკვლიოს, დარწმუნებული ვარ, რომ აი გოჩა მანუელიძის მსგავსად ზუსტად ფსიქოტიპურად და გამოცდილებით იგივე ადამიანები წერენ აზერბაიჯანშიც, სომხეთშიც, რუსეთშიც, უკრაინაშიც და უშუალოდ და ასე შემდეგ ასეთ რომანებს. როგორც თავის დროზე არ ვიცი, ხა თქვენ რამდენად იცნობთ ამჟამად, აი ეს დიდი სამამულო მეორე მსოფლიო ომი, როგორც გინდა ისე დაუძახე, მაგრამ მე ახლა ვიტყვი, რომ დიდი სამამულო ომი, იმიტომ რომ კონკრეტულ რაღაცას გულისხმობ, დიდი სამამულო ომის თემა იყო საბჭოთა ლიტერატურაში. ვიღაცა ვასილ ბიკოვი ამას წერდა გენიალურად და გიორგი ციციშვილი წერდა ცუდად. დაუშვათ, ანუ ერთი წერდა იმას სოტნიკოვს და მეორე წერდა სოტნიკოვი არის შედევრი და რაღაც სიყვარულის სისხლიანი წვიმების დროს თუ რაღაც არის საშინელი რომანი, მაგრამ სტრუქტურულად რაც არის ერთი და იგივეა. უბრალოდ ის უფრო მართალია.
იცი რატოა უფრო მართალი? ომი უფრო იმას შეეხო. ანუ ეს შეიძლება ომობდა, მაგრამ საქართველოში არ ყოფილა ომი ფიზიკურად. და ის მართლა ბელორუსი იყო და ეს პარტიზანი იყო და ცხოვრება იცის. და მეტი გამოცდილება მოიპოვა. მაგრამ ეს არ არის ქართული ტიპის ლიტერატურა. ეს არის ქართულად დაწერილი რაღაცა პოსტსაბჭოთა ეპოქაში საბჭოთა კრიმინალური რომანი რა. მაგას გეუბნები, იმიტომ რომ ეს ხო არ არის თვითონ ეს სუბკულტურა, ხო? არ არის, არ ვიცი მე დღეს უკვე რა კავშირებში ერთმანეთთან. ალბათ რაღაცა კავშირი აქვს მაინც ინტერნაციონალური ერთმანეთთან. რაღაცები წყდება. ისე აღარ როგორც ახლა 1992-ში და 13-ში გასაგებია რა. შემოვიგეს რომ გავყვეთ ამოდის ესე რომ ჩვენს ათეულში რომელი ავტორებიც ამბობენ რომ მე ავწერალი ვარ და რაღაც ამბავი და ისინი ნაკლებად აგრძელებენ ქართულ ტრადიციას და ეს ბოლო ავტორი რომელიც ამბობს რომ არის ჩემთვის წერ ეს აგრძელებს სინამდვილეში ქართული გმირის შექმნის, იმიტომ რომ ქართული გმირი სამწუხაროდ ვეფხისტყაოსნის შემდეგ სულ ქართული გმირი შეიქმნა ანტიგმირის, მე ვიტყოდი, სულ რუსული იმპერიის ჯარჩოებში. სამწუხაროდ, ბოლო ისეთი ქართული გმირები, რომელიც ქართველები არ არიან ვეფხისტყაოსანში, ხო? შემდეგ არის რაღაცა წყვეტა და შემდეგ უკვე ეს ლუარსაბსათქარიძე და დარეჯანია თუ პირიქით, ხო, რაღაცა არსენ აუძელაშვილი და რაღაცა ყველაფერი თუ ბახვაფულავა, გიორგი წერეთლის დაუშვათ პირველი ბიზნესმენი და სოლომონ ისაკი, ყველაფერი იქნება მე-19 საუკუნეში. ეს ნიშნავს, რომ შენ რაღაცა მოხდი ამ აი რუსული იმპერიის რაღაც საზღვრებში და აქ შეიქმნა. და გამომდინარე აქედან რატო აქვს ამათ კავშირი? ანუ რუსულ სამართალთან აქვს რა პრობლემა? რუსულ სამართალთან, რომელიც მე არ ვამბობ, რომ ხა უნიკალური უსამართლობა, ალბათ ყველა სისტემაში რაღაცა უსამართლობა არის, მაგრამ რუსული სამართალი არის არაინდივიდუალისტური. რატოა მაშინ ყველა ინდივიდი? ანუ ეგზისტენციალური ტიპები, ეგ არის რა, ჩვენი კამიოა რა ის რაღაც. ეს ანუ ეგზისტენციალიზმი ეგ არის ქართული, რომ იბრძვის რაღაცა უსამართლობის წინააღმდეგ.